ორი დაკრძალული და მიწით ამოვსებული 4 საფლავი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი დუიში ღამით მალულად დაკრძალეს. დანარჩენი ცხადრების გადაცემაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. მათ შორის არის გროზნოში დაბადებული კიდევ ერთი ქისტი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სკოლა პანკისში აქვს დამთავრებული. ხეობაში რამდენიმე დღეა უკვე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მოძრაობენ. პოლიცია მორიგეობს ჭირისუფლების სახლებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ქისტები მედიასთან ურთიერთობას ამ ეტაპზე ერიდებიან, მეცხრეახმა რამდენიმე კომენტარის ჩაწერა მაინც მოახერხა. Სამდღიანი ლოდინის შემდეგ დღეს დილის 5 საათზე დუისის სასაფლაოზე 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვ ქავთარაშვილი დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომლებმა და დაღუპულთა ახლობლებმა სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანეს, რადგან პანკისის ხეობაში შესასვლელ გზაზე ჟურნალისტები მთელი ღამის განმავლობაში იდგნენ. დაკრძალვიდან რამდენიმე საათის შემდეგ 4 ცარიელი საფლავი ადგილობრივებმა მიწით ამოავსეს. თქვენი ბრალია მიწით რომ ვავსებთ, თქვენ რომ არ მოსულიყავით 6-ვე ცხედარს გვაძლევდნენ, უთხრეს დუიში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს. ადგილობრივების საფლავების ამოვსების მიუხედავად 5 დაღუპული ცხედარს კვლავ ითხოვენ. როგორც პანკისის ხეობის მოსახლეობა მეცხრეახთან პირად საუბარში აცხადებს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 11 ადამიანი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მათი ნაწილი ჩეჩნეთიდან ლტოლვილი იყო. იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულებს არ გადასცემენ, პანკისის ხეობის მოსახლეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას აპირებს. ქართველები ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მტრებია, თითო მიშა და მაგის ბოკერია და ისე ჩვენი მტრები. ჩვენი მტრები ქართველი არა ყოფილა, არის თავრობა ჩვენი მტერი. ტყუილი უბრალოდ რო შეიყვანეს ბალღები და ამოხოცეს მანდა. მოგწეს ჩვენები და გაგვამარხნო, მეტი აქ არაფერი არ არის და ბოლოს ჩვენი ვიტყვით მაინც ჩვენი სათქმელი მოე. ჩვენი სისხლი არც დარჩენელა, არც დარჩება. რაღაცა მაინც გამოშტება რომ მე გვაჭკაცი რომ სისხლის სახში მაიტანოს. გამოაცხადეს 20 კაციაო ტერორისტი. მე გამოაცხადეს 11 მოუკალითო. დავხოცით 11. და ცხედრებსაც ხედავდით, მოყავდით. ჯარისკაცები ხო ეზრდებოდნენ. საწავიდე ეს 11 ადამიანი. მე 100% დარწმუნებული ვარ, ის 3 ქართველი თვითონ მოკლეს. გლობის საშუალებას არ გვაძლევთ. აბა თქვენ იძახით ინტერვიუ მოგვეცეთ. გლობის საშუალებას არ აძლევენ და ჩვენ ინტერვიუს საიდან მოხდით. მას დღესვე დაგვიწერე რა. და ვინ აუგრძალათ გლობის თავრობა. აბა მე ხარ ვაუგზალებთ. პანკისის ხეობის მცხოვრებლებს უარი უთხრეს კიდევ ერთი დაღუპულის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრის გადაცემაზე. პოლიციამ პროექტურაში ოჯახის წევრების მისვლა მოითხოვა. ადგილობრივების მტკიცებით, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი წლების განმავლობაში სოფელ დუიში ცხოვრობდა. საშუალო სკოლაც დუიში დაამთავრა. მისი ოჯახი ავსტრიაში ცხოვრობს. ბაღაკაშვილის ძმა საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდება. პირად საუბრებში ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლობლებს დაღუპულთა ცხედრები იმ პირობით გადასცეს, თუ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არისაუბრებენ. პანკისის ხეობაში 3-ვე დაღუპულის სახლთან პოლიციის თანამშრომლები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ვაჰაბიტები დგანან. ისინი ჟურნალისტებს არამარტო ოჯახის წევრებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევენ, არამედ გზაზე გადაღებასაც კი უკრძალავენ.